ანუ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მომდევნო ობიექტი, რომელიც სარემონტო პროცესში არის. აქ არის რამოდენიმე ნიუანსი, რაღაც ამ ობიექტისთვის დამახასიათებელი პროცედურები მიდის, რომელიც გვინდა რომ გაგიზიაროთ. ეს არის ხმის იზოლაცია მეზობლებთან მიმართებაში. ზოგადად მეზობლებთან და სართულებს შორის გადახურვაზე, რა თქმა უნდა. დამოუკიდებელი ძველი წერტილები, რაც ნიშნავს, რომ აბზანაც ცალკე არის და საპირფარეშო ცალკე არის და გამწვავთან დაკავშირებული საკითხები და მაგას გეტყვით უშუალოდ ბინაში როცა ვავალ. ეს ძალიან კარგი ბინაა, თვითონ განაწილების თვალსაზრისით. აღმოსავლეთი აქეთ არის, ეს მთელი დღის მანძილზე მზე ადგება, ეხლა თქვენს ნახავთ, როგორი თბილი ბინა არის და ზამთრის პერიოდშიც კი მინიმალური დანახარჯი აქვს ექნება ყოველ შემთხვევაში გაზის და ძალიან თბო ენერგიული ბინა არის. გამოდიან იქიდან რომ არჩეულია ძალიან კარგი ლოკაცია თვითონ შენობა ნაგებობაში, კორპუსში. მზე ადგება მთელი დღის მანძილზე თითქმის. ახლა ნახავთ ეს ხმა რომელიც გამოდის სახში საერთოდ არ იქნება იმ ოთახში. წარმოიდგინეთ, აი განახერხეთ ახლა. სადარბაზოში ისმის მუსიკის ხმა, აი ხო ოთახში გავალთ, აქაც უკვე არ ისმის. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ერთ-ერთი სარემონტო ნიუანსი, რომელიც დამახასიათებელი არის ამ კონკრეტული ბინისთვის, ეს არის ხმის იზოლაცია. ძალიან ხშირია შეკითხვა და ძალიან ხშირად ისმის სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ჯგუფებში, რომ მეზობლიდან ხმა შემოდის, ან მეზობელთან ხმა შედის, ან სადარბაზოდან შემოდის და აი ეს პრობლემა მე ზუსტად ვიცი, რომ თანხლები არის ყველა მშენებარე კორპუსისთვის და ყველა მოსახლეს შეიძლება გაუჩნდეს აი ეს კონკრეტული პრობლემა, ხმის იზოლაცია, სადარბაზოდან ხმის შემოსვლა და მეზობლებიდან ხმის შემოსვლა. ამ ბინაში რო არ ყოფილიყო მსგავსი პრობლემა, დამკვეთთან ერთად შევთანხმდით, რომ გავეკეთებინა ხმის იზოლაცია მომიჯნავე კედლებზე, რომელიც ემიჯნება მეზობლებს, იმისათვის, რომ ხმა არ შემოვიდეს თავისთავად. რა გადავწყვეტეთ ჩვენ? აი ამ კონკრეტულ ლოკაციაზე თქვენი ყურადღება, იმიტომ გავამახვილე, რომ აი აქ თვალნათლივ ჩანს, აი ეს მანძილი, აი ეს კბილი, რასაც ხედავთ, ხო, ზუსტად ის მანძილი არის, რასაც დაკარგავთ ქვაბამბით ხმის იზოლაციის მონტაჟის შემთხვევაში. როგორც ჭერზე კეთება ხოლმე კარკასი და კედლებზე, ჩვეულებრივ ბლოკთან მიმართებაში კარკასი არის გაკეთებული, შიგნით ჩადებული არის 5 სანტიმეტრიანი ქვაბამბა, რომელიც ვფიქრობთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა და დატესტილიც არის უკვე, რომ შემოვიდოდი სადარბაზოში ხმა იყო მუსიკის, სახლში შემოვიდეს სრული სიჩუმე არის. ხმის იზოლაციის კიდე რამოდენიმე საშუალება არსებობს, მაგრამ ჩვენთვის ორია სულ ცნობილი, ეს არის ქვაბამბა, რომელზეც ვახსენეთ უკვე და არის სპეციალური ხმის საიზოლაციო შრეები, რომლებიც სხვადასხვა ზომისაა, 9 მმ სისქეში, 9 მმ-იანი არსებობს, 12 მმ-იანი არსებობს, 15 მმ-იანი, შეიძლება კიდე სხვა სისქეც იყოს, მთლად უფრო დიდებიც არის, რომლებსაც იყენებენ უკვე კლუბების ხმის იზოლაციისთვის, რესტორნების და კომერციული ობიექტების ხმის იზოლაციისთვის, რომ მოსახლეობა არ შეაწუხონ, ასე ვთქვათ. ჩვენ ბინის რემონტის ფარგლებში, რასაც ვიყენებთ ხოლმე, ეს არის 12 მმ-იანი შრე და 9 მმ-იანი შრე. ძალიან კომფორტულად და ძალიან ეფექტურად მუშაობს საკანალიზაციო მილების ხმის იზოლაციისთვის. ხშირად ხდება ხო, როდესაც ბინას იყირი და ზოგადად როგორ ხდება ჩვენთან ხო, არსებული რაც არის ხოლმე, მშენებელი რასაც გთავაზობს დაგეგმარებას, მყიდველს შეუძლია თავისი პროექტის შეთავაზება ხო, თავისი ტიხრებით, თავის გემოვნებაზე მორგებული ოთახების მოწყობა, ასე ვთქვათ. ხშირ შემთხვევაში ხდება ჩვენს ქონია ასეთი გამოცდილება, რომ შეიძლება იყოს მისაღები ოთახი და გვერდზე კედელზე იყოს ის ზუსტად მოქცეული ის სავენტილაციო და კომუნიკაციების შახტა, სადაც რა თქმა უნდა საკანალიზაციო მილიც არის. ძალიან უსიამოვნო ხმები არის ხოლმე და ამ ხმის რა თქმა უნდა დახშობაა საჭირო. გარდა ქვაბამბისა, ვახმართ ხოლმე ვამატეთ აი ამ საიზოლაციო შრეს, სპეციალურ ხმის იზოლაციას, რომელიც თბილისში ბევრ ადგილას იყიდება, შეგიძლიათ მოიძებთ ინტერნეტშიც, სპეციფიკაციების და თვისებების ნახვაც შეიძლება ძალიან მარტივად ინტერნეტში. ამას ვიყენებთ ხოლმე და ძალიან ეფექტურია, რეკომენდაციას უწევთ, რა თქმა უნდა და საკმაოდ კარგი რაღაცა არის. ეს არის კომპანია მყუდრო, მე ვაჟა როსტომაული ვარ, მისი დამფუძნებელი. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ვიდეოების სერიები სახელწოდებით სარემონტო ქრონიკები თქვენთვის სასარგებლო იქნება. თუ თქვენგან საშუალება ბინის შერჩევის დროს აირჩიეთ ისეთი ლოკაცია, რომ აღმოსავლეთიდან მიმავალი მზე მთელი დღის მანძილზე იყოს გაჩერებული თქვენ ბინაში. აი ზუსტად ასეთი ბინა არის ეს, მთელი ზამთრის მანძილზე სარემონტო პროცესში ერთი წამითაც არ ჩაგვიწვა გამათბობელი, თავისთავად თბილი ბინა იყო, ის რაოდენობა დღის მზის, ხო, რაც ადგებოდა ამ ბინას საკმარისი იყო მასალების გამოშრობისთვის და ყველაფრისთვის. ამაზე ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება ბინის შერჩევის დროს. შემდეგი საკითხი, რაზეც თქვენი ყურადღების გამახვილება გვინდა, ეს არის იატაკის გათბობა. ანუ გირჩევთ თუ არა იატაკის გათბობას? რა თქმა უნდა, გირჩევთ, აქ ორი აზრი არ არსებობს. თუ საშუალება გაქვთ, რემონტის თავდაპირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ცოტათი დიდი რესურსი იხარჯება იატაკის გათბობაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში დარწმუნებული იყავით, რომ ამაზე კარგ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ. უკომფორტულესი არის იატაკის გათბობა, განსაკუთრებით სველ წერტილებში, როდესაც წყალი ისხმება და მოწმინდავთ ხო, დაუშვათ იგივე საპირფარეშოში ან აბაზანაში ბანაობის შემდეგ, რაღაც პროცედურების შემდეგ, მომენტალ
ფაქტობრივად მომენტალურად შრება და ფეხი შველი ფეხი როცა ეხება, ძალიან სასიამოვნო პროცესი არის. უბრალოდ ეს უნდა გაითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, ისაც ვინც რემონტს იწყებს, ეს ყველა ურჩევს, რემონტის ხელმძღვანელს ურჩევს, კომპანიას ურჩევს და ნებისმიერ ხელოსაინს, რომ იატაკის გათბობის შემთხვევაში კეთდება კერამოგრანიტი ლამინატზე, არ შეიძლება იატაკის გათბობა, იმიტომ რომ გამოაშრობს და დაიშლება. ჩვენ გამოცდილებაში არ გვაქვს, მაგრამ მომიჯნავე კომპანიებს გაუკეთებიათ სამშრიანი ხის იატაკების შემთხვევაში კეთდება. წებოზე ეს არა ჩვეულებრივ პარკეტზე საუბარი არის სამშრიან სპეციალურ ხის იატაკზე, რომელიც ახალი ტრენდია და ამაზეც იმედი გვაქვს მომავალში ვისაუბრებთ. საძინებლებში სტანდარტულად იატაკის გათბობა არ კეთდება, იმიტომ რომ ძილის დროს მტვერი იწევა იატაკიდან გათბობის დროს და არ არის რეკომენდირებული. სხვა შემთხვევაში ძირითად სივრცეში, სველ წერტილებში და ნებისმიერ სხვა სივრცეში საძინების გარდა გირჩევთ, თუ არის საშუალება გააკეთეთ, არინანებთ გვენდეთ სიტყვაზე. შემდეგი საკითხი, რაზე თქვენი ყურადღების გამახვილება გვინდა, ეს არის განცალკევებული სველი წერტილები. ცალკე საპირფარეშო, ცალკე აბაზანა. დღესდღეობით 90% ბინებში კეთდება ახალს არაფერს არ ვამბობთ, ერთიანი სველი წერტილი, სადაც აბაზანაც არის მოქცეული, ხშირად ისეთი პატარა არის ხოლმე სივრცე, რომ აბაზანაც არ ეტევა და საშხაპე არის სველი წერტილია და ივსილოთ ხოლმე სარეცხი მანქანის ჩაკვეხებას, ასე ვთქვათ, მოთავსებას და ასე შემდეგ. ამ ბინაში მე მგონი ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო მე პატრონემ, ჩვენი რჩევით რა თქმა უნდა და თვითონაც მოყვა ამ რჩევაში და საშუალებაც იყო, რაც მთავარია ფიზიკური განლაგების. ეს არის საპირფარეშო და ეს არის აბაზანა. ჯერჯერობით აქ რემონტი არ არის გაკეთებული. შემდეგ გადაცემაში აუცილებლად განახებთ, რა და როგორ არის განთავსებული. იატაკის გათბობა აქაც არის გაკეთებული, როგორც გითხარით და ორივე სველ წერტილში არის გაკეთებული. თან საშუალებაც იყო თვითონ დგარების თვალსაზრისით, რომ გაკეთებული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ გამოვალი სიტუაცია არსად არ არის. თუ გინდა ცალკე გაკეთება, დარწმუნებული ვარ, სწორი ინჟინერული გადაწყვეტილების შემთხვევაში შესაძლებელია ცალკე საპირფარეშო გაკეთდეს და ცალკე აბაზანა. ნუ დაზოგავთ ამაზე ნურს რესურსს, ნუც კვადრატულ ზედმეტ 2 კვადრატს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც ძალიან დიდი კომფორტია და გირჩევთ ყველას რომ ასე მოიქცეთ. ამბიციის დამახასიათებელი კიდე რამოდენიმე წვრილმანი არის, რომელიც ვინდა რომ გაგიზიაროთ საკმაოდ საინტერესო რაღაცები არის. მაგალითად, წინასწარ დაგეგმილი არის აი ამ ლოკაციაზე, თუმცა აქ სამზარეულო ზოგადად დაგეგმილი ორ მხრივ, ამ კედელზეც იქნება, აქ კედელზეც იქნება. გაზი მოყვანილი არის აქ დამხარეს და თვითონ ბინის მეპატრონას დაგეგმილი აქვს გარე მონტაჟის გამწვრის დაყენება. ვინაიდან ამ ლოკაციიდან მედრესე საკმაოდ შორს არის, ამ შემთხვევაში გამწვას შეიძლება გაუჭირდეს ნამცვრიდან ორთქლის რაღაცის გაწოვა. ამიტომ ასე შემთხვევაში რამოდენიმე შემთხვევა იყო ჩვენ პრაქტიკაში გავაკეთეთ შემდეგი რაღაცა. დასაწყისში ხო დგას ეს გამწვავი თვითონ. მილის ბოლოში, სადაც ის ერთდება უშუალოდ დგარზე, ვერტიკალურ სავენტილაციო სისტემაზე, ვამატებთ დამატებით ძრავს, პატარა ძრავები იყიდება, რომელიც ეხმარება ამ ორთქლის და ბოლის გატანაში, რომელიც ირთვება ჩართვის ლოკაცია შეიძლება იყოს აქვე, შეიძლება იყოს ნებისმიერ სხვა თქვენთვის კომფორტულ ადგილას. ამ შემთხვევაში როგორ არის დაგეგმილი? როდესაც შეერთება გამწვავი, იქ დამატებითი პატარა ძრავი ჩაერთვა, რომელიც არც ძალიან ხარჯიანი არის, საბოლოოში ყველა შეიძლება გააკეთოს და ნუ გირჩევთ, წამოთ განახებთ ეხლავე რა პრინციპით იქნება ეს დამატებული. თუ კი არ გინდა თუ ჭერი ჩამოწოს საკმაოდ ქვემოთ, 12 სანტიმეტრზე დავუშვათ, ხო შეიძლება სულ 5 სანტიმეტრზე ჩამოწე და აი ესეთი საჰაერო მილი გამოიყენოთ. ზემოთ დადგება სამკაპი, გადაყვანი დადგება 4 მილიმეტრ ვალმუნზე და იგივე გადაყვანში დადგება ეს პატარა ძრავი, რომელიც აი ამ შორით იქნება დაერთებული ღილაკზე და შორით იმუშავებს. საკმაოდ კარგი გამოსავალი არის ხოლმე, როდესაც სამზარეულო შოუს მეტაკებად შოუს არის ხოლმე იმიდან აი ამ ვერტიკალური შახტიდან, ასე ვთქვათ. ბევრი სტანდარტული სამუშაო არის ყოველ ობიექტზე, მაგრამ ყველა ობიექტს აქვს რაღაც გარკვეული დამახასიათებელი თავისი შტრიხი, რომელიც შეიძლება სხვაობებზე აღარ განმეორდეს. ქურაში შეღებილი კარი, მაგრამ კლასიკად მიგვაჩნია, მე ყველას ურჩევ ხოლმე, იმიტომ საკმაოდ დაცული არის და არც ერთი საღებავი ისეთი სტანდარტული საღებავი, რა თქმა უნდა, ესეთ ხარისხს ვერ მიაღწევ. შეიძლება იყოს რაღაც გამორჩეული შემთხვევა, რომელიც საკმაოდ ძვირი იქნება, ამ შემთხვევაში შეიძლება იქნებდეს ქურაში შეღებილი კარი. საკმაოდ კარგი რაღაცა არის, ყველას ურჩევ, მაგრამ ფაქტობრივად არ ზიანდება, თუ კი რაღაცა მართლაც ჩაქუჩი არ ჩაარტყი, არ იქნებდებარება დაზიანებას, ასე ვთქვათ, ბევრი ცეხები არის, ბევრი ქურები არის, სადაც შეიძლება ჯერ თვითონ რკინის ცეხი, სადაც შევუკეთოთ, ხო, სამხურ რკინის სადაც შევუკეთოთ, იმათაც შევდეთ შემოგთავაზოთ, ან დაავალოთ პირდაპირ. ან თუ კი უკვე შეძენილია ვთქვათ, შეიძლება მიტანოთ ქურაში, შეღებოთ და თუ საკმაოდ ხარისხიან ნაწარმს და პროდუქტს მიიღებთ, ასე ვთქვათ.
არ ვიცი თქვი თუ არა წინა კადრებში ამ ბინას ჩვენ შემოვიდით შავი კარკასი როდესაც იყო გაკეთებული ანუ რეალურად ჩვენ შავ კარკასი შემოვიდით შესაბამისად თვითონ ამ კედლების გალესვას ხო ჩვენი კედლებად იყო თუ ძველი კორპუსია და უსწორმასწორი კედლები და სიმკარია ძალიან ხშირი პრაქტიკა არის თაბაშემოყავთ შეგუთა კედლების გიპერით ეს აგრეთვე მშენებელი კომპანიები გიპერსიკელები ხშირად სწრაფია და საკმაოდ კარგი მასალა არის ესეც იყო სუფთა მასალა არის მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გადავწყვიტეთ გაჯიდოებელესა იმიტომ რომ ჯერ კიდევ მუშაობს ეს მასალა ძალიან კარგად ძალიან ხშირად რა თქმა უნდა ბოლო დროს უკვე ტენდენცია წავიდა იმისკენ რომ უნდა მოკლებული ხო გაჯის გამოყენება იმიტომ რომ ხელოსნების ნაკლებად იშოვება ასე თქვა პირობითად ვამბობ მაგრამ არის დარჩენილი ჯგუფები ბრიგადები რომელიც მუშაობენ გაჩა და თუ კი მაინც ძველი ყაიდის რემონტის გაკეთება გინდა რაც ესეთი სიახლეზე თულად იღებთ პრობლემა არ არის გაჭით გალესეთ უბრალოდ გაელოდით შემდეგ კარგია რაღაც რამოდენიმე თვე დავუთო დაждდეს შენობა ნეგეუდა ზარები ბადით უნდა დაამუშავოთ უნდა შენობა ფიქრი დაამუშავოთ და შემდეგ სამხედრო სამუშაო ჩაატაროთ წარმატებას გისურვებთ